რა სიტუაცია ზოგადად ევროპაში ჩაბარების მხრივ? იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის ამ თემასთან დაკავშირებით და საკმაოდ ცხარე დისკუსიებიც იმართება კომენტარებში. ერთის მხრივ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ესა თუ ის ქვეყანა არ იბარებს, ან რთულად იბარებს და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც გამოჩნდებიან, რომელსაც ყავს ვიღაცა ნაცნობი, რომელიც ერთი თვიარად ჩაბარდა და კარგად არის და ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან ჩაბარებას და სტატუსის მიღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. რა თქმა უნდა, ამას ნამდვილად ვერავის ვერ ურჩევ, მით უმეტეს ოჯახთან და არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ჩაბარებას, რადგან საკმაოდ რთული გზა შეიძლება აღმოჩნდეს. პრობლემასთან დაკავშირებული, რასაც წინასწარ ვერ საზღვრავენ ხოლმე. და კი, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, ვინც წლების მანძილზე სტატუსს ძალიან კარგად იყენებს და ზოგი უკმაყოფილოც გია, რომ თურმე უცხო ქვეყანა საკმარისად კარგ პირობებს არ თავაზობს, რაც ცოტა აბსურდად მეჩვენება, მაგრამ ზოგი ვერ საზღვრავს, რისი ვალდებულია უცხო ქვეყანა და რისი ვალდებული არ არის. მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხია. რაც შეეხება ჩაბარების სტატუსს, პირველად ჩაბარებაში არავის არ გადაუხადოთ ფული და არავინ არ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ვიღაცის წყალობით მოხდა თქვენი ჩაბარება. არა, ეს არის ტყუილი. ერთადერთი რისის წყალობითაც ხდება ადამიანების ჩაბარება ევროკავშირის ქვეყნებში არის დეპორტაციის დაცვის მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში თავშესაფრის განაცხადის წარდგენის შემდეგ პირი არ შეიძლება დაბრუნდეს სხვა ქვეყანაში, სადაც მას დევნა ემუქრება. ეს გამომდინარეობს ჟენევის ლტოლვილთა კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიდან. ანუ ეს ორი კონვენცია იცავს ადამიანებს იმისგან, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა განხილვის გარეშე არ გაუშვან პიროვნება უკან, ვინც ითხოვს თავშესაფარას. გარდა ამისა, არსებობს დუბლინის, ესე ვთქვათ, რეგულაცია და მესამე რეგულაციის მიხედვით ქვეყანა, სადაც თავშესაფრის მაძიებელი პირველად შევიდა ევროკავშირში, ზოგადად პასუხისმგებელია თავშესაფრის მოთხოვნის განხილვაზე. ანუ ეს რას გულისხმობს? მაგალითად, თუ რეგისტრირებული ხართ იტალიაში და თქვენი თითის ანაბეჭდებში ევროდაკის სისტემაში პირველად დაფიქსირდა იტალიაში, იტალია არის პასუხისმგებელი თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვაზე. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, რის გამოც შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს პასუხისმგებელი, მაგალითად, იქ მცხოვრები ოჯახის წევრები ან განსაკუთრებული ჰუმანიტარული მიზეზები. მაგრამ ძირითადი პრინციპი ესე მუშაობს. შესაბამისად, ქვეყანა ევროკავშირში ვალდებულია მიიღოს თქვენი განაცხადი და დაიწყოს განაცხადის განხილვა და ამ განხილვის პროცესში თქვენ არ გემოქრებათ დეპორტაცია. ეს არის პირველი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მიგიღოთ და სტატუსი მოგანიჭეთ. ეხლა როგორ მუშაობს თვითონ პროცესი? თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა თითქმის ყველა ევროკავშირის ქვეყანაში არის ერთი და იგივე. ანუ ჩამოსვლის შემდეგ თქვენ აცნობებთ პასუხისმგებელ ორგანოს, მაგალითად პოლიცია, მესაზღვრე ან თავშესაფრის ცენტრი, თქვენი ვინაობა დადგინდება ამის შემდეგ, მოხდება თითის ანაბეჭდების სისტემაში შეყვანა და შემდეგ მიიღებენ თქვენს განაცხადს. თქვენ წარადგენთ თავშესაფრის ოფიციალურ განაცხადებას, თქვენ უნდა აღწეროთ თქვენი გაქცევის მიზეზი, მაგალითად დევნა, ომი, წამება, პოლიტიკური ჩარგვა და ასე შემდეგ. ტოლვის განაცხადის მიღების შემდეგ იწყება არსებითი პროცედურები. პირველ რიგში ქვეყანა ამოწმებს არის თუ არა ზოგადად ის პასუხისმგებელი თქვენი განაცხადის განხილვაზე და თუ ეს არის ასე, შემდეგ მიდის უკვე არსებითი ექსპერტიზა, რომელიც განიხილავს თქვენი გაქცევის მიზეზს და იმას, თუ რამდენად შეიძლება თქვენი, ესე ვთქვათ, მიზეზი გახდეს სტატუსის მიღების საფუძველი. და აი აქ ვერ ერკვევიან ადამიანები და რადგან ჩაიბარა, ფიქრობენ, რომ ამით ყველაფერი დამთავრებულია. სინამდვილეში კი სტატუსის მიღებაზეა დამოკიდებული ის დარჩები თუ არა თქვენ ქვეყანაში.
შესაბამისად, შედეგი იყოს შეიძლება სხვადასხვა, ანუ პირველი სტატუსის მიღება, ანუ ეს შეიძლება იყოს ლტოლვილი სტატუსის, სუბსიდიარული დაცვა ან ჰუმანიტარული დაცვა. ან უარყოფა და შეიძლება თქვათ გასაჩივრდეს ეს ასევე, მაგრამ ეს როგორც წესი ხდება ხოლმე თქვენი ქვეყნიდან გაწევების საფუძველი, მოთხოვნა დააკმაყოფილოთ და დატოვოთ ქვეყანა. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს წლები და ეს უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომ ეს პროცესი სანამ გრძელდება, თქვენი დაცული ხართ დეპორტაციისგან, მაგრამ სტატუსი არ გაქვთ. შეეხება იმას, თუ რომელ ქვეყანაშია უფრო ხელსაყრელი ჩაბარება ევროკავშირში და ვინც თავაზობს შედარებით კარგ პირობებს. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი გამოირჩევა გაცილებით მაღალი სოციალური პირობებით და სტატუსის მიღების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია, ხოლო საბერძნეთი, უნგრეთი და ბულგარეთი სოციალურ პირობებითაც და სტატუსის მიღების მაჩვენებლითაც საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება მაგალითად ავსტრიას, ავსტრია ძირითად შემთხვევაში მხოლოდ მკურნალობის მიზეზით ჩაბარებულებს აძლევს სტატუსს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩაბარება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგენიჭეთ სტატუსი. სანამ თქვენი საქმე განხილვაშია, თქვენ არ გემუქრებათ დეპორტაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს სტატუსის მიღებას. შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგაბრუნონ უკან. რა თქმა უნდა, განაჩენი შეგიძლიათ გაასაჩივროთ, მაგრამ აი ეს რომ ვიღაცა ჩამოვიდა და ჩაბარდა და როგორ არ იბარებს და ეს დისკუსიები რომ არ მოხდეს, ეცადეთ განარჩიოთ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთისგან. დღეისთვის სულ ეს იყო, ასევე კომენტარში დავტოვებ სრული ვიდეოს ლინკს და შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ. წარმატებები ყველას.